მოგესალმებით ვიფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე. რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან მაუწყებლოთ. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. დღეს 16 თებერვალია, 14 საათი და 2 წუთი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მე-3 სეზონს. დღეს არის ჩვენი სტუმარი ბატონი ლადო პაპავა, აკადემიკოსი, ეკონომისტი, რომელთან ერთადაც გვინდა ვილაპარაკოთ ამ მიმართულებით ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ ჭრილში და მიმოვიხილოთ რა ვითარება გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური გახდა ისეთი საკითხები, რომელიც პირდაპირ მოიცავს ეკონომიკას. შავშანდელი რთული წელი შეიძლება ითქვას დასრულდა მთელი წლის განმავლობაში. ფოკუსში იყო პოლიტიკური საკითხები, რომელიც ჯერ კიდე უფრო ბოლო ფაზა, საერთოდ 2019 წლის შემდეგ მე მგონი არ ყოფილა ისეთი მშვიდი პერიოდი, როდესაც სულ რაღაც პოლიტიკური კრიზისთან მქონდა საქმე, მაგრამ შარშანდელი წელი მაინც იყო აღბეჭდილი აი ამ არჩევნების საწინააღმდეგო გამოსვლებით და ბოლო ფაზა პრინციპში დასრულდა ეს ამით, იმიტომ რომ რაკი ადგილობრივი დასახდენი საწინააღმდეგო პროტესტს არ გააჩნია და წინააღმდეგობას მთელი სასწაულება იყო მიმართული საზღვარგარეთის ეს თქვა ჩარევაზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ საზღვარგარეთს თავის პრობლემები აქვს და საზღვარგარეთ ძალიან შეიცვალა ის ძალთა ბალანსი თუ უსაფრთხოების არქიტექტურა, რაც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავდა. ამდენად რაკი ეს პროცესი მთლიანად დასრულდა, შეიძლება ითქვას და დღეს მსოფლიო არის ახალი ბალანსის ძიებაში. მთავრობის ყურადღების ცენტრში მოექცა აქტუალური სოციალური საკითხები და ერთ-ერთი ყველაზე საჭიროებითო არის ეკონომიკური საკითხები. ეს ამის გამოვლენა არის ფასების ნაწილი იქნება, ინფლაცია თუ სხვა რამ. ამიტომ მე ბატონო ლადო თქვენთან დავიწყებ ზოგადი კითხვით, თქვენ როგორ დაახასიათებთ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აი მიმდინარე მომენტისთვის 2026 წლისთვის? ბატონ გურამ, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ ალბათ მაინც იმით, რომ სოფლიოში არის ძალიან დაძაბული, გაურკვეველი სიტუაცია და ამ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს საკმაოდ კარგ სტაბილურ მაჩვენებლებს. და ეს დადასტურებული არა მარტო ქართული ოფიციალური სტატისტიკის ინფორმაციით, არამედ ეს აღიარებულია, მიღებული აქვს საერთაშორისო სავალუტო ბანკს, მსოფლიო ბანკს, ანუ პრაქტიკულად ისინი სრულად იზიარებენ ქართულ სტატისტიკას. აი ამ რთულ ვითარებაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება ეს არის მნიშვნელოვანი და იქვე ჩდება კითხვა. თუ ეს არის ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რატო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არც თუ მცირე ამას ადეკვატურად ვერ გრძნობს თავის თავზე. ამას აქვს თავისი ახსნა. ორი მომენტი. პირველი მომენტი ეს დაკავშირებულია ფასებთან. თუ ეკონომიკა იზრდება მაღალი ტემპით, მაგრამ ფასებიც იზრდება ასევე მაღალი ტემპით, აღქმა მოსახლეობის ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების არ არის კარგი. ისინი თვლიან, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და ახლა წარმოვიდგინეთ, მეორე მხრივ რო არ ქონდეს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და მარტო ფასები იყოს მაღალი, კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ინფლაციის დონე, ფასების დონე იყოს იმ დონეზე, რომელიც აქვს გათვლილი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიზნობრივი მაჩვენებელი წლიური 3%-ის დონეზე. აი აქ გამოდის, რომ ფასები დიდად არ არის გადახრილი ამ 3%-დან, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი შიგა ინფლაციური პროცესი, შიგა სტრუქტურული. ნახეთ, გაჭირებულ მოსახლეობას პირველ რიგში აინტერესებს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები, მედიკამენტებზე ფასები, კომუნალურ მომსახურებაზე ფასები. ეს არის მისი ყურადღების ცენტრი და არა ზოგადად ფასები, მაგალითად, ეხლა ალკოჰოლურ სასმელზე თუ არაალკოჰოლურ გამაგრილებელ სასმელებზე ფასება სიტყვაზე თქვა თუ დაიწია, ეს დიდი შეღავათი არ არის ადამიანისთვის, რომელსაც უწინარეს ყოვლისა უნდა ძირითადი საკვები პროდუქტები რომ შეერი არ იყოს. საერთოდ ასე არის, რომ რაც უფრო დაბალი არის ქვეყანაში ოჯახების შემოსავლები, ამ ოჯახების შემოსავლების მეტი ხვედრი წილი მიდის საკვებზე, მედიკამენტებზე, საერთოდ ჯანდაცვის მომსახურებაზე და კომუნალურ მომსახურებაზე, იგივე ელექტროენერგია იქნება, ნაგვის გატანა იქნება, წყლის მომარაგება თუ ასე შემდეგ. ამიტომ მე და ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ ვახტანგ ჭარაიამ ასეთი მაჩვენებელიც კი შევიმუშავეთ, რომელსაც დავარქვით მანფლაცია.
რომელიც ასახავს მხოლოდ ამ ობიექტებზე, ამ რაც ჩამოვთვალე, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და კომუნალურ მომსახურებაზე ფასებს. და აი ეს გამოვიდა საქართველოში საკმაოდ მაღალი. ანუ ინფლაცია საშუალო დონეს ფარავს, ამცირებს ის მაჩვენებლები, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ კვებასთან, სამედიცინო მომსახურებასთან თუ კომუნალურ მომსახურებასთან. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ რო იგრძნოს მდგომარეობის გაუმჯობესება, აუცილებელი არის, რომ შესაბამისად დაწეული იქნას ფასები აი ამ ძირითად კომპონენტებზე. ეხლა აქაც არის ძალიან საინტერესო მიდგომა. ეროვნულ ბანკს გააჩნია ინსტრუმენტი მთლიანად ინფლაციაზე ზეგავლენის, მაგრამ ის რომ გადაწყვიტოს დაუშვათ სურსათზე ფასები, ეს ცენტრალური ბანკის ფუნქცია არ არის. ის ზოგადად ფულის აგრეგატებით მუშაობს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითონ შიგნით ნახვა პრობლემის, რაში მდგომარეობს პრობლემა აი ამ კონკრეტულ საქონელზე. ეხლა პრობლემა სურსათზე, ჩვენ სურსათი ვიცით, რომ მოსახლეობა ღებულობს სურსათს რამდენიმე არხით, ეს არის მცირე ზომის მაღაზიები, რომლებიც მოფენილია პრაქტიკულად ყველა უბანში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებშიც. შემდეგ ეს არის სასოფლო-სამეურნეო ბაზრები და რა თქმა უნდა, სუპერმარკეტები თუ მარკეტების ქსელი, რომელიც ასევე არის მთელს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ყველა დიდ ქალაქში. ამიტომ ამას სჭირდება ყველაფერს შესწავლა. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბაზარზე ძირითადად როცა საბაზრო ეკონომიკაზე გვაქვს საქმე, ფასებს განსაზღვრავს მოთხოვნა მიწოდების თანაფარდობა. ამიტომ ყოველი ასეთი მიდგომა, რომ აი შევამციროთ გადასახადები, თუნდაც დამატებული ღირებულების გადასახადი, ან მოგების გადასახადი, ეს არ გამოიწვევს თავისთავად ეს არ გამოიწვევს ფასების შემცირებას. გეტყვით რატო? თუ ბაზარზე რაღაც ფასი მოთხოვნა მიწოდების წონასწორობის პირობებში დამკვიდრდა და შენ მეწარმეს ან იმპორტიორს შეუმცერებ ამათემ გადასახადის სახეობას, ამით შენ ფასს კი არ შეამცირებ. ამით შენ ამ მეწარმეს მისცემ მეტი მოგების მიღების საშუალებას. იმისთვის რომ ფასი შემცირდეს, აუცილებელია ბაზარზე იყოს კონკურენცია. აი მაშინ გადასახადების შემცირებაც იმოქმედებს იმ მიმართულებით, რომ მეწარმეს ეკნება ლუფტი, მოგება რო არ შეამცირდეს, ისე შეამციროს ფასი. რა ეთყობა ჩვენს ბაზარზე კონკურენცია არ არის? მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ბაზარზე კონკურენცია არის, მაგრამ დიდი ალბათობით მაგს განცდა, რომ გარკვეულად შეზღუდულია სხვადასხვა კარტელური გარიგებები. ხო და აი მაგაშია საქმე, რომ დიდი ყოველ შემთხვევაში მე რა ინფორმაციაც გამაჩნია, ეს ნამდვილად შეიძლება ისე ითქვას, თან ეს კარტელური გარიგება, არ ვიცი ხა ჩვენი მსმენელი ამდენად ერკვევა ამ ტერმინის შინაარსში, ან რა ფორმით წარმოუდგენია, ეს არ არის ყოველთვის აი ერთი მაგიდის გარშემო ადამიანები დაჯდნენ, პრობლემები, რაღაც ფურცელი დაიდეს, გაწერეს ყველაფერი, შეთანხმდნენ საიდუმლოდ და მე ესე მოქმედებენ. უამრავი სხვადასხვა მექანიზმი და ბერკეტი არსებობს, როგორც შეიძლება უსიტყვოთაც კი შეიძლება დაიდოს ესეთი კარტელური მოქმედება. და ეს ნამდვილად არის ჩვენთან წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში რეცეპტი. საბჭოთა კავშირში გვახსოვს იყო გეგმიური ეკონომიკა, ყველაფერს განსაზღვრავდა სახელმწიფო წარმოებასაც, ბალანსსაც, ანუ მიწოდება მოთხოვნის და ფასსაც. და ამის განაწილებასაც კიდე, რომელიც ყველაფერი ასიმეტრიული იყო, ხო? ეხლა ჩვენ მივიღეთ, რომ თითქოს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვიცით თეორია, რომ არის ბაზრის უხილავი ხელი, კონკურენცია აგვარებს ყველანაირ პრობლემას და დიდი კონკურენცია ნიშნავს ფასების შემცირებასაც, გარდა ხარისხზე ზემოქმედებისა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ისევ ერთგვარი საბჭოთა კავშირი ვართ, ოღონდ ნაცვლად სახელმწიფოსი, გარკვეულ პირთა წრე, მფლობელები, ბიზნესის სხვადასხვა რგოლის, ან შეიძლება მავანი იყოს რამდენიმე რგოლის ერთად მფლობელიც კი, უბრალოდ იღებენ იმ მოგებას, რაც ადრე სახელმწიფოში მიდიოდა. ეს ბანკის მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს, როცა ყოველწლიურად უკვე მზარდი უკმაყოფილება მოყვება ინფორმაციას საბანკო სექტორის მოგების შესახებ, რომელიც არის კოლოსალური თანხა, მაგრამ ამაზე შეგვიძლია მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ანუ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ცალკე აღებული კონკურენცია მოსახლეობის პრობლემას ვერ აგვარებს ეს საბაზრო ეკონომიკის ინსტრუმენტი. რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ ეს პრინციპი კონკურენციის და თავისუფალი ბიზნესის არ დაზიანდეს. თქვენ სავსებით მართლა ბრძანებთ, რომ
კონკურენციამ უნდა წესით გამოიწვიოს ფასების შემცირება. მაგრამ თუ ეს კონკურენცია არის გარკვეულად შეზღუდული, მაშინ ის შეზღუდულად მოქმედებს ფასების შემცირებაზე და შეიძლება საერთოდაც არ წავიდეს ფასების შემცირებაზე. სავსებით მართალი ხართ, რომ კარტერული გარიგება არ ნიშნავს რამდენიმე სუბიექტი დაჯდეს და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ან თუნდაც დაელაპარაკონ ერთმანეთს, შეიძლება არც დაელაპარაკონ, უბრალოდ ერთმანეთის ინფორმაცია მეტნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს, იცოდეს სხვა ქსელში მისი მსგავს საქონელი რა ფასად იყიდება და თვითონაც ის ფასი დასვას, რადგანაც ამ ფასად იყიდება და უკვე ის მისთვის კარგია მისაღები. ერთი რამ არის, იცით, ბატონ გურამ, თქვენ, მე თუ ჩვენი მსმენელი თუ მაყურებელი რომ აღიქვამს, რომ განცდა აქვს, რომ არის ახმა აქვს, რომ არის კარტელური გარიგება, ანუ შეთანხმება რაღაც ფასებზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მართლაც არის. ამას ჭირდება დასაბუთება, შესწავლა და ჩვენ თვითონმა რომც მოვინდომოთ, ამას ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ამას ჭირდება კომპეტენტური ორგანო, რომელიც კანონმდებლობით იქნება აღჭურვილი უფლებამოსილი, რომ მიიღოს ინფორმაცია და კონკრეტულად შეისწავლოს, სად არის ესეთი გარიგებები. და თუ არის ესეთი გარიგებები, იმავე კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს გარიგებები მოიშალოს. ანუ საუბარი არის სპეციალურ სახელმწიფო სტრუქტურაზე. ასეთი სტრუქტურა საქართველოში არის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო. ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურაა. ადრე 90-იან წლებში საქართველოს მიღებული ჰქონდა კანონი ანტიმონოპოლიური რეგულირების შესახებ, ანუ კანონი, რომელიც მონოპოლიების საქმიანობას დაარეგულირებდა. შემდეგ ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ბატონი კახა ბენდუკიძე იქნა ჩამოყვანილი თბილისში მთავრობაში, მან ეს კანონმდებლობა პარლამენტს გააუქმებინა, შეიქმნა კონკურენციის ხელშემწყობი სტრუქტურა, მაგრამ ეს სტრუქტურა იყო ფორმალური, სამკაციანი და ინფორმაციასაც სრულყოფილად ვერ აგროვებდა არათუ გადაწყვეტილების მიღებას. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა, მიღებული იქნა საერთაშორისო სტანდარტის კანონმდებლობა კონკურენციის ხელშეწყობის და შემდეგ დაემატა მომხმარებელთა უფლებების დაცვაც და დღეს ეს ერთ-ერთ კომპეტენტურ ორგანოდ ჩამოყალიბდა. მაგრამ აშკარაა, რომ ამ ორგანოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი გაძლიერება უწინარეს ყოვლისა საკანონმდებლო ფუნქციებით. ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, რომელიც უფრო ქმედით უნარიანს გახდის ამ ორგანოს, რომ შეისწავლოს ბაზარზე არსებული ვითარება და მიიღოს გადაწყვეტილება. სწორედ მთავრობის მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილი იყო ორი კომისია, არის ერთადერთი სწორი მიდგომა. რადგანაც სამთავრობო კომისია კონკრეტულად სწავლობს დღეს მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოში თუ კი არის რაიმე დარღვევები. მაგალითად, იგივე ეგრეთ წოდებული კეიშბეკები, რომელიც საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა არსებობდეს და რამდენად ჯდება ქართულ კანონმდებლობაში. ეთყობა სადღაც ხვრელია. სწორედ ამიტომ, რომ შეიძლება კანონმდებლობაში იყოს ხვრელები, გადაწყვეტა შექმნილი იყო მეორე კომისია, საპარლამენტო კომისია, რომელიც უკვე სწავლობს შექმნილ ვითარებაში, რომ გამოსწორდეს სიტუაცია, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ აი ეს ბარიერები ბაზარზე შეცვლის, ბაზარზე საქმიანობის, ეს კეშბეკების გაუგებარი სისტემა, ეს ყველაფერი მოიშალოს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი წარმოქმნის მექანიზმი, რომელიც უფრო ადეკვატური იქნება საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე მივესალმები იმას, რომ როგორც ერთი კომისია, ასევე მეორე კომისია მჭიდროდ მუშაობს ბიზნესმენებთან. და რატომ? იმიტომ რომ ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის რა პრობლემებიც წინაშე დგას. ეს არის როგორც წარმოებლები ადგილობრივი, ასევე იმპორტიორები, ასევე ქსელური მაღაზიები, ანუ მთელი სისტემა არის ჯაჭვის, რომელსაც სჭირდება შესწავლა. და აი მე რო ვთქვი, რომ ეკონომიკური ზრდა რომ მოსახლეობამ უფრო უკეთესად იგრძნოს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება არა მარტო ფასების დარეგულირება, არამედ პარალელურად მეორე რამ. ეს არის ადგილობრივი წარმოების გაზრდა. და ახლა ადგილობრივი წარმოება თუ ქმნის რაღაც პროდუქციას, ხოლო ეს პროდუქცია დახლამდე ვერ მიდის, ან გაჭირვებით მიდის, ან დიდი ფასდამატით მიდის, ესეც რა თქმა უნდა დიდი ხეირი არ არის მოსახლეობისთვის. იმავდროულად ადგილობრივი პროდუქციის წარმოების და არის რეალური გზა იმისკენ, რასაც ეკონომისტები ვეძახით ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ინკლუზიური, ანუ ჩართულობითი ეკონომიკური ზრდა.
იმიტომ რომ ინკლუზიური გზა, ანუ მოსახლეობის ჩართულობის გზა ეკონომიკაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშენდება ქარხნები, აშენდება შეიქმნება ახალი ფირმები, სადაც ადამიანები დასაკვდებიან, მიიღებენ მეტ შემოსავლებს და ეს აისახება როგორც გზაზე, ასევე შემოსავლებით ეს ადამიანები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ხოლო ადგილობრივი წარმოების ბაზარზე მიწოდებით, რა თქმა უნდა, ფასების შემცირებისკენ სერიოზული სტიმული იქნება. ეხლა თქვენაც ჩამოთვალეთ ბატონო და ის მექანიზმი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ რაღაცნაირად დაიწყოს რეგულირების პროცესი. ამ ნაბიჯების პრაქტიკულად მთელი უმრავლესობა გადადგმულია. ანუ თქვენ ალბათ ახლა მიადევნეთ თვალი, როცა იყო ლაპარაკი, რომ მთავრობამ გარდა იმისა, რომ ეს კომისიები დაიწყო და შეხვედრებია მუშაობა, უკვე განახორციელა კვლევა და ჩვენ მოვისმენთ ესეთი რიცხვი, რომ საშუალო ფასნამატი საბაჟოდან ვიდრე დახლამდე სანამ მყიდველი იყიდის საშუალოდ, იმიტომ რომ მთელ რიგ პოზიციებზე შეიძლება იყოს 150% რაღაცაზე ნაკლები, მაგრამ გასაშუალოებული ეს არის 86%. მთავრობამ ასევე შეისწავლა მექანიზმი, როგორ ხდება ამ ფასნამატის წარმოქმნა, აი ზუსტად იგივე აი ამ კეშბექების თუ სხვადასხვა დაბეგვრის ინსტრუმენტებით, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, საცალო ვაჭრობიდან სადისტრიბუციო ქსელის მიმართ ხდება ამ ფასის გენერირება და მე ჩვენ ვიღებთ ერთგვარ ჯაჭვისებრ რეაქციას, იმიტომ რომ რაღაცას რო უძვირებ, იმან მოგება უნდა ნახოს, ის თავის მხრივ აძვირებ, მოკლედ ერთმანეთს ფასი აძვირებს და ადის ზევით და რას თავარია აღმოჩნდა რომ ვინაიდან აქ ხო არ არის რაღაც განყენებულ ფასზე ადამიანს კონკრეტული პროდუქტი სჭირდება არამხოლოდ იაფად, არამედ ხელმისაწვდომდებარეობაზე. ის თუ წავიდა ეხლა სხვა ქალაქში საყიდლად ტრანსპორტი და დრო, ასევე ფული ღირს, ხო? და შესაბამისად ეს ქსელი ყველა ამ კომპონენტს აკონტროლებს ვიღაცა კერძო ბიზნესი, რომელიც არის ორიენტირებული მოგებაზე და მის უპირატეს მდგომარეობას იყენებს იმისათვის, რომ გაზარდოს შემოსავალი. ეს შესწავლილია რამდენი ეგეთი ქსელური მარკეტი არსებობს ძირითადი მათი ფლობელები რამდენიმე შეიძლება იყოს ერთი ფლობელის ხელში და როგორ ხდება მოგების მოკლედ გენერირება და გვაქვს ძალიან ისეთი ძიმე ვითარება აღმოჩნდა რომ საბაზრო ეკონომიკას ასე მიშვებულ ან თავისუფლებამ არაფერი უბრალოდ მოსახლეობა არის გადაქცეული ერთ დიდ ბაზრად რომელსაც რაკი მოსახლეობა სხვა გზა არ აქვს და იძულებულია ეს ტვირთი გადაიხადოს იხდის ამას რომ საჭმელია ეს საკვები პროდუქტი ხო უნდა იყიდოს და ეს რაც ჯამურად იხდება, აი ეს ბიზნესი ამას უბრალოდ ინაწილებს. რატო ეომონ ერთმანეთს კონკურენციით, როდესაც შეუძლიათ მათ უბრალოდ ბაზარი გაიყონ, ფასები მაღლა დაიჭირონ, ალტერნატივა არ არის რომ შენ უბრალოდ ეხა როგორ უნდა მოახერხო რომ პური არ იყიდო და ეს ყველაფერი ესე იხდება. ჩვენ ეხლა ვართ პროცესის სადღაც შუაში, ხო ჩვენ დავინახეთ რომ პრობლემა სად არის, დავინახეთ ღიათ ეს ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ნაბიჯს გადადგამს მთავრობა. გარდა იმისა, რომ თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელსაც მე სიმართლე გითხრათ, დიდწილად არ მჯერა, იმიტომ რომ ბიზნეს ხელში არის ინსტრუმენტი, რაც თქვა მარკეტინგი. ის არ დაარქმევს 9 ტიპის გადასახადს ახდევინებს, მაგალითად მარკეტების ქსელი სადისტრიბუციო კომპანია იქნება თუ სხვა. ყველა ვარიანტში სადისტრიბუციო კომპანია მთავარი მიმწოდებელი, იმიტომ რომ საცალოდ პირდაპირ მარკეტში არ მიდის და ადგილობრივი წარმოების გაზდა ამას ხელს ვერ უწყობს, იმიტომ რომ ის ადგილობრივი წარმოება, რაც ისე და თქვათ არსებობს, ის ვერ ახერხებს ამ კონკურენციის პირობებში მარკეტში შესვლას. ეხლა რაც უნდა გაზარდო, არაკონკურენტუნარიანი ხდება, ხო? ამიტომ დისტრიბუცია, რომელსაც ბევრი პროდუქცია გააჩნია და ერთიანად ეს თქვათ პაკეტურად ახდეს მოლაპარაკება საცალო ქსელთან, მას გარკვეული პლუსი გააჩნია, მაგრამ მას უწევს ძალიან დიდი ბეგარის ესე ვთქვათ გადახდა. 9 ტიპის არა, თაროზე სადგინდა რო იყოს, შესვლის, ახალი ფილიალის გახსნის და მოკლედ ეს ჩამონათვალე ადრეს 9-მდე. ის უბრალოდ შესვლის სახელწოდებას. ყველაფერს გაატარებს მარკეტინგში, ხო? აბა როგორ გინდა ხა შენ თუ გინდა უკეთესი ადგილი, გადაიხადე ფული. ან მარკეტინგული ხარჯი ისეთი განსაზღვრებაა, ამას ვერ აკრძალო. და ამის მიუხედავად, ვთქვათ, რაღაცა გატარდა საკანონმდებლო ცვლილება, აღსრულების მექანიზმი ასე შემდეგ. თქვენ თუ იცით თქვენი გამოსვლებით, შეიძლება თუ არა მთავრობას გააჩნდეს ან გამოიყენოს ან შექმნას სხვა ინსტრუმენტი, რომელთაც ისე ჩაერევა ბაზრის საქმიანობაში, რომ მან წაახალისოს კონკურენცია და ამით უზრუნველყოს ფასების დაწევა. ახლა როგორ არის, იცით თქვენ კარგად გამიჯნეთ, ერთი არის მწარმოებლების სტიმულირება. ახლა საქართველოში საკმაოდ კარგად გამოიყენება და ესეთი პროექტი აწარმოეს საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ მე მის მიმართ სერიოზული კრიტიკული შენიშვნებიც მქონდა და თვლი რომ მომავალში ეს უნდა გამოსწორდეს. აწარმოეს საქართველოში პროგრამას ქვია აწარმოეს საქართველოში და არა დაასვენეს საქართველოში. რატო გავუსვი ამას ხაზი? იმიტომ რომ აწარმოეს საქართველოს ასევე კრედიტებს გასცემდა ტურისტული ბიზნესისთვის. ხოლო ტურისტული ბიზნესი ეს ყველაზე ადვილად გასამართი და ყველაზე ისეთი ბიზნესია, რომელსაც სახელმწიფო რესურსი ამაზე არ უნდა მიდიოდეს. და რეალურად წარმოებაზე უნდა წასულიყო ეს თანხები. ეხლა დღეს მიდის სერიოზული რეფორმირება ამ მიმართულებით, რამდენადაც ვიცი, საპარტნიორო ფონდთან ეს ფონდი ეს პროექტი ერთიანდება, შეიქმნება ერთიანი ბანკი, ჯერ მის შესახებ ინფორმაცია დეტალური არ არის, მაგრამ სწორედ საუბარია იმაზე, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი კომერციული ბანკი, ეს იქნება ისეთი ბანკი, რომელიც გარკვეულ ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, უწინარეს ყოვლისა, აი კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტებით უნდა აღიჭიროს კონკურენციის სააგენტო. იმიტომ რომ პირველი ფუნქცია მისი არის შეისწავლოს. აი თქვენ ბრძანეთ, შეიძლება ერთი და იგივე სუბიექტი იყოს რამდენიმე ქსელური მარკეტის უკან, ან არაქსელური მარკეტის უკან. შეიძლება, ხო, ამას შესწავლა სჭირდება. ამას შესწავლა ესე ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეისწავლის, ამას სჭირდება კანონით ნებადართული უფლებამოსილება, რომელთაც მას შეიძლება ამ უფლებამოსილ ორგანოს გამოითხოვოს დოკუმენტები, შეისწავლოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. აი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საკითხი არის დარეგულირებადი. მე მაგალითად ვთქვათ, ტელევიზიით იყო რამდენიმე ასეთი გადაცემა ეთერში ხელმისაწვდომი, ყველაზე მეტად მაინტერესებდა იმ წუხილების მოსმენა, რასაც იძახდნენ ქართველი მწარმოებლები. როგორ უჭირთ მათ ბაზარზე შესვლა, როგორ უჭირთ მათ დაღლზე ადგილის მოძიება და ასე შემდეგ. ანუ მათ იციან ეს პრობლემები და რა თქმა უნდა, ამის გადაწყვეტა მთავრობას ხელეწიფება. თანაც ვადებით კონკრეტული აქვს მთავრობას აღებული, აპრილის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს ყველაფერი გამზადებული. პრაქტიკულად საუბარი არის დარჩენილ 2 თვეზე. ხო. ეს საინტერესოა და თქვენ უკვე ახსენეთ ბანკიც და უკვე ცნობილია. ეს იცი ბანკი რო ურევია სახელწოდებაში ადამიანებს, სადაც კლასიკური გაგებით ბანკი ქვიათ, თუმცა მის სტრუქტურა აბსოლუტურად სხვა რა იქნება. სხვა უწყებები გაუქმდება და აი მიმართულებების სახით შევა, რაც გადაჭრის სხვათა შორის ამ პრობლემას, რასაც თქვენ თქვით, რომ აი ტურისტული მიმართულება, ანუ წარმოებაში თუ ენერგეტიკაში ჩადებული თანხები და შემწეობა იქნება პროგრამებულად დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს შეუწყობს ძალიან ისეთ მიზნობრივად ხელს და როგორც ვატყობ თქვენ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად მოგწონთ. რაც საშუალებას თუმცა ეს ცოტა სხვა ნაწილია, მეორე მხრივ ეს ფასების რეგულაციის მხრივ ისეთი სპეციფიკა მე კარგად ვერ ვიყევი და ცოტა ვერ ხვდები, რანაირად შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ რა ინსტრუმენტი ისე რომ ამას არ კონდეს ერთგვარი რაღაცა იძულების მექანიზმი, ანუ არსებული საბაზრო ჩარჩოთი, მით რომ თავისუფლება არ შეზღუდო, მაინც მოახერხო. რამე მაგალითი არსებობს, რამე ქვეყანაში, სადაც მსგავსი პრობლემა იყო და მე გატარებულად ნაბიჯი. ძალიან კარგი კითხვაა, ბატონ გურამ. საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც არსებობს ანტიმონოპოლური რეგულირება, კონკურენციის ხელშეწყობის რეგულირება, ეს უკვე არის ჩარევა ბაზარში. ეს უკვე არის გარკვეული შეზღუდვის თამაშის წესების დაწესება, იმ წესებით, რომელიც ბიზნესმენს გარკვეულად მაგრამ უბრალოდ ხო არ ჭირს მე ამის აღმოჩენა, იმიტომ რომ შენ თუ იტყვი რომ აი რაღაც გაკეთება არ შეიძლება, ბიზნესი იპოვეს სხვა ხვრელს, სხვა რა თქმა უნდა, ბიზნესი ყოველთვის ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე. ამიტომ მიდგომა არის კომპლექსური საჭირო. ყველა მხარეს უნდა მოусმინოს მთავრობამ, კიდევ ერთხელ დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს, ადგილობრივ მწარმოებლებს თვითონ ქსელურ მარკეტებს ყველას უნდა მოусმინოს და შესაბამისად მე მიიღოს გადაწყვეტილებები. შეიძლება საგადასახადო კანონმდებლობაში იყოს ცვლილება შესატანი. შეიძლება უფრო გასაძლიერებელი იყოს კონკურენციის მარეგულირებელი აქტები. შეიძლება სრულად ახალი კანონის მიღებაც იყოს საჭირო. ეს უკვე ის გამოდის იმ მენიუდან, რაც გააჩნია ზოგადად მთავრობას. ერთ რამეს გეტყვით ბატონ გურამ. როდესაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო, მაშინ ძალიან ბევრი კითხვები იყო და ნაკლები პასუხები. და ხელში ჩამივარდა ძალიან საინტერესო წიგნი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და კონკურენციის ხელშეწყობის ავტორები იყვნენ
ავსტრიელი ეკონომისტები. სამწუხაროდ მათი გვარი არ მახსოვს, იმიტომ რომ სადღაც 30 წლის წინ მაგ წიგნი წაკითხული. მაგრამ ყველაზე მეტად რა დამამახსოვდა. ისინი იწყებდნენ იმით, რომ ანტიმონოპოლიური საქმიანობა, ანუ ანტიმონოპოლიური რეგულირება ეკონომიკის, მაშინ როგორც გითხარით, უფრო ანტიმონოპოლიური იყო ვიდრე კონკურენციის ხარშეწყობა. ეს მექანიზმი არის ძალიან ცუდი, მაგრამ ნებისმიერი სხვა მექანიზმი ბევრად უარესია. ანუ ეს იყო პრაქტიკულად პერიფრაზი ჩერჩილის ცნობილი გამოთქმის, იუსტონ ჩერჩილის გამოთქმის დემოკრატიასთან მიმართებაში. ანუ ნებისმიერი სახელმწიფოს ჩარევა ასეთი რეგულირების არ არის კარგი, მაგრამ ამის არ ჩარევა კიდევ უფრო უკეთესი არის ვისთვის, იმიტომ რომ ეკონომიკისთვის ხო არ არის, ეკონომიკა არის მოსახლეობისთვის, ხალხისთვის. ხო, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ბაზარი დაემსგავსება ითამაშირვა მონოპოლია იმას, რომელიც აუცილებლად ბოლოს ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება. იმიტომაც თამაშს. ხო, კი ბატონო. ესე იგი, მე ჩემთვის როგორც არაეკონომისტისთვის ყველაზე უფრო აი ეს არგუმენტები, როცა მესმის ხელისუფლების გაცხადებული სურვილი თუ გეგმები თუ რაღაც კონტურები რანაბიჯ შეიძლება გადადგოს, ყველაზე ჭკუასთან ახლოს მეჩვენება ის, რომ მართლაც მოხდეს გამიჯნა. და ამავე დროს მე ვნახე რამდენიმე ასე ვთქვათ სპეციალისტის ტექსტი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც ხო ეხა ეს გასაშუალოებული დათვლა ძალიან ისეთია რა, ზოგადი ორიენტაციის, იმიტომ რომ იქ რაღაცას შეიძლება მაღალი იყოს იგივე ინფლაციის პროცესი, რაღაცაზე დაბალი და ამის გამიჯნა, რომ მოდის შევქმნათ რაღაც საბაზისო პირველადი პროდუქტების სკალათა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და აი აქ სწორედ უფრო მეტი ინსტრუმენტი გამოყენება მოხდეს რეგულაციისთვის და დანარჩენი სხვა რამ დაარეგულიროს ბაზარმა, როგორც არეგულირებს, იმიტომ რომ ის ბიზნესი ბევრს თვითონაც მიხვდება, ხო? ეხლა თუ კი ბიზნესი ამას ძალიან ადულად ითვლის, თუ კი ის ნახავს, რომ ფას ნამატი მაღალია და რაღაც პროდუქტი გაძვირდა და ის პირველადი არ არის, უბრალოდ შემცირდება მისი გაყიდვა. სადღაც მიხვდება, რომ იმისათვის რომ გაყიდოს, უნდა გააიაფოს, ხო? ეს ელემენტარული პრინციპია. აბატაგებაზე ხო არ წავ. მაგრამ მაშინ, როდესაც შენ არაფერი არ გზღუდავს და შეგეძლია ხა ადამიანი იძულების წესით გადაახტევი, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ აქვს, უნდა იყიდოს, ხო რაღაც. აქედან გამომდინარე ამით ხდება ცხადია, რომ რაღაცნაირი რეგულაცია რა. და ამიტომ მე ყველაზე ახლოს ჭკუასთან მომეჩვენა სწორედ ეს, რომ მოხდეს ინფლაციის ამ ფორმით დათვლაც, აი ამ საბაზისო პროდუქციაზე და ფასების რეგულირებაც უფრო მეტად შეეხოს სწორედ ესეთ ამ ტიპის სკალათას, იმიტომ რომ არჩევანი უბრალოდ უნდა არსებობდეს. პრინციპში დასავლურ ქვეყნებშიც ესეა, ხო, იქ სხვადასხვა კატეგორიის სუპერმარკეტები არსებობს. და სადღაც ადამიანი აი ძალიან ხელმოკლეც კი მან იცის სად იშოვოს ძალიან პრაქტიკულად ჩვენთანაც ასეა. აი ახლა არის შეგნებით არ დავასახელებ ამ სუპერმარკეტებს, იმიტომ რომ რეკლამაში არ ჩაგვითვალოს. არის ესეთი სუპერმარკეტები, სადაც ყველაფერი არის ძვირი. იმიტომ რომ ითვლება, რომ ეს ეკოლოგიურად სუფთაა და ასე შემდეგ. მსგავსი რამ შეიძლება ზუსტად იგივეს მეორე სუპერმარკეტში, ბევრად უფრო იაფია. უფრო ხო, მე აცხადებენ აქციებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დათვლაში, აქციების გათვალისწინებით, იმპოზიციონერების გათვალისწინებით, რომ ვიღაც ქსელმა შეიძლება თქვას, რომ ეს არის რაღაც იაფიანი ქსელი, რაღაც აქციის დღე არის და მართლაც აი ადამიანი უნდა შეიაროს და ნახოს ამ დროს რა ხდება ხოლმე, ხო? იქა აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი აღმოჩნდა, რომ სურსათი ჩვენთან არის მაინც ზუსტად იმიტომ რომ ნახეთ მაინც ძვირი, სწორედ იმიტომ არის, რომ რადგანაც ბაზარმა ეს წონასწორული ფასი მიიღო, იმიტომ რომ ადამიანს სხვა გზა არ აქვს. სულ ცოტა დღეში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას ულუფა. ორიზე თუ იქნება ორჯერ შესაძლებლობა უკეთესი, სამჯერ მეტნაკლებად ნორმალური, მაგრამ ის ერთი ხო უნდა მიირთვას. ამიტომ როგორი მცირე შემოსავლებიც არ უნდა კონდეს, პირველ რიგში საკვებზე მიდის თანხა. ამიტომ აი წონასწორული ფასი რო არის, მე სანახევი არც იმას გამორიცხავ, მე რო გითხარით საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილებები თქო. მაგალითად არის მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ძირითად პროდუქტებზე უფრო დაბალი არის დამატებული ღირებულების გადასახადი, ვიდრე ზოგადად ქვეყანაში. მაგრამ ამას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, თუ არ მოყვება ბაზარზე თავისუფლად შესulis შესაძლებლობა, მარტო დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთის შემცირებით, მეტ მოგებას მივცემთ ბიზნესმენებს და ფასი არ შემცირდება. ამიტომ კონკურენცია არის აუცილებელი, რომ ბაზარზე შეღწევადობა იყოს ადვილი და ეს კეშბეკების სისტემა აუცილებლად არის დასარეგულირებელი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რთული. წარმოგიდგენთ მეწარმე, რომელმაც რაღაც ახალი პროდუქცია შექმნა, თავისთვის ახალი,
ბაზარზე რომ გაიტანოს, ჯერ ის ფინანსური რესურსიც არ არის, რომ კეშბექზე გაურიგდეს ვიღაცას. და აი ესეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. რო დაუბრუნდეთ ჩვენ ცოტა ისეთ მაკროეკონომიკურ საკითხებს, კიდევ ერთი როგორც არა ეკონომისტს რა მაშფოთებს. კი ჩვენ ვხედავთ აი ამ პარამეტრებს ხელისუფლებაც ხშირად აქვეყნებს რეიტინგებში პოზიციას. დიახ. მიღწევებს ინფლაციის დონეც და ეკონომიკის ზრდაც. მაგრამ რა განაპირობებს ამ მონაცემებს? და ხომ არ არის ეს ერთგვარი რაღაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ეკონომიკური ბუმის ეფექტი, დროებითი და შეიძლება თუ არა ხვალდაზე არა მარტო სტაგნაცია მივიღოთ, არამედ მივიღოთ უკუ ეფექტიც მაგალითად. ვერ გეტყვით, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ერთ შემიძლია გითხრათ, რომ უშუალოდ ეკონომიკაში არსებული სიტუაციით, განსაკუთრებით მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიხედვით, რაიმე საფრთხე ქვეყნის ეკონომიკას არ ემუქრება. საქართველოს ეროვნული ბანკი აკონტროლებს სავალუტო ბაზარს, აკონტროლებს საბანკო სისტემას, ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა ინარჩუნებს სტაბილურობას და ამ სტაბილურობის შენარჩუნების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები მზარდია. ანუ დღეს შეიძლება ითქვას, რომ რაიმე მაკროეკონომიკური პრობლემები საქართველოს ეკონომიკას ნამდვილად არ აქვს, ისეთი რის გამოც ჩვენ უფრო პესიმისტურ პროგნოზებს გავაკეთებდი და ამიტომ სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის პროგნოზების და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების პროგნოზებით საკმაოდ იმედის მომცემია. მაგრამ ახლა ეკონომიკაზე ზემოქმედებს არა მარტო ეკონომიკური ფაქტორები, არამედ გეოპოლიტიკური ფაქტორებიც, პოლიტიკური ფაქტორებიც, საერთაშორისო ფაქტორებიც. ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როდის დამთავრდება ომი რუსეთის ომი უკრაინაში. ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა. ახლა ეს ორივე, ერთი რუსეთის ომი უკრაინაში და მეორე განსაკუთრებით შესაძლო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, რომელიც ტერიტორიულად ჩვენთვის კიდევ უფრო ახლოს არის. მთელ რიგ გამოწვევების წინაშე აყენებს, ამიტომ აქ პროგნოზის გაკეთება არის შეუძლებელი და ამიტომაც არის იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდი არა მარტო ასეთი პრობლემების გათვალისწინებით, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებითაც ყოველ კვარტალურად გადახედავს ხოლმე თავის პროგნოზებს, ხან ზრდის, ხან ამცირებს იმის და მიხედვით, როგორ იქნება მსოფლიოში და კერძოდ რეგიონში სიტუაცია. ეს გარე ფაქტორები ბუნებრივია მოქმედებს, იმიტომ რომ ომი ნიშნავს ლოჯისტიკური ჯაჭვების არევას, მიწოდებას, სხვადასხვა ტიპის რისკებს ბუნებრივია რაც წარმოჩენს დესტაბილიზაციას და რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს ინვესტიციებზე ხა ვინ ჩადებს საომარ პირობებში ხა როგორც უკრაინაში არ ჩადებს. იმას არც იმ, რა ქვია, რესურსს არც ესეთ турბულენტურ ვითარებაში არ ჩადებს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ხდება ჩვენ ხედავთ კერდგვარად სტაბილურ გარემოს. მეორე ნაწილი არის ის, რომ თქვენი აზრით რამდენად ესმით მოსახლეობას ეს არქიტექტურა აი ამ უსაფრთხოების და კავშირი პოლიტიკური პროცესის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკურ მაჩვენებლებთან. იმიტომ რომ ძალიან უცნაური, მე მაგალითად ახლა ნელა პოლიტიკურ საკითხზე გადავდივარ, შეიძლება ითქვას. ძალიან უცნაური რაც არის, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ აქტორებს ქვეყნის შიგნით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში, მიაჩნიათ, რომ დღეს დგას ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ამიტომ მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, რომ ეს წინააღმდეგობა არ გაუწიონ და პრაქტიკულად ცოტა უკვე ბუნდოვანია, აი რეალურად რას ითხოვენ, რა უნდა მოხდეს, მაგრამ ეს წინააღმდეგობის მოძრაობით ცდილობენ შექმნან დესტაბილიზაცია, ანუ აიძულონ ხელისუფლება რაღაცა შეცვალოს. არ ვიცი, გადადგეს, გადმოდგეს თუ რა უნდა დანიშნოს, ჩემთვის ცოტა კიდე როგორც მომთხოვნები ვინ არიან ეს ადრესატია უცნობი, ასევე მათი მოთხოვნა. მაგრამ ეს ფაქტორი იმისათვის რომ ჩვენ ხვალ თითქოს მოტივირებული ამით რომ უკეთესი ხვალინდელი დღე. უკეთესი ხვალინდელი დღე, როგორც აღმოჩნდა, გადის დღევანდელ უბედურ დღეზე, იმიტომ რომ აი ეს წინააღმდეგობა ბადებს გარკვეულად არასტაბილურ ვითარებას, იცვლება დამოკიდებულება, მოლოდინი და ეს ბუნებრივია მოქმედებს ეკონომიკაზე. როგორ შეიძლება ეს პარადოქსი აიხსნას? იცით, თქვენ კარგად ბრძანეთ ეს ფრაზა ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ორი რამის ყოფნა არ ყოფნის.
ცალკეული პირების თუ პარტიების პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. როგორც წესი, ბევრი პოლიტიკოს, რომელ პლატფორმაზეც არ უნდა იდგეს, გაიგივებული აქვს მისი პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფნა, ქვეყნის ყოფნა არ ყოფნასთან. ეს ორი სხვადასხვა რამეა. იმიტომ რომ აი არც თუ დიდი ხნის წინ მოგეხსენებათ იყო ასეთი მიდგომაც, რომ უნდათ ქვეყანაში ნეტა ბომბები ცვლიოდეს ქვეყნის თავზეო და სირცხვილია, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს. ამას როცა ადამიანი იძახის, იმას ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს რის ხარჯი. აი ხშირად არის ასეთი ფრაზაც, რომ დონალდ ტრამპი და მისი გუნდი აქტიურად მუშაობს ჩვენს მეზობლებთან, სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. ახლა ვიცე-პრეზიდენტიც ჩავიდა იქ, გარკვეული პაკეტით შესთავაზა, სტრატეგიული პარტნიორობა, ფინანსური პაკეტი, ეს საქართველოს გვერდი აუვარა. ერთი მხრივ ძალიან კარგია, რომ გვერდი აუვარა და გეტყვით რატომ. საქართველო რო ყოფილიყო ომში ჩართული, ასევე არაული და გვერდს. იმიტომ რომ ტრამპის პრიორიტეტი არის დღეს ომების დასრულება. ამას არც მალავს. და არა მარტო ამბიცია აქვს, რომ ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში. ამას ღიათაც იძახის. თავარი არის, რომ ომები დასრულდეს. თუ ომები უნდა დასრულდეს, სად არის მისი ფოკუსი? იქ, სადაც საომარი ვითარებაა. ამიტომ აზერბაიჯანი და სომხეთი იმიტომ მოხვდა მის ინტერესის სფეროში, რომ მან ჩათვალა კიდევ ერთხელ დასრულებულ ომად თავის 8 ჩამონათვალში და მიითვალა, რომ ეს ომიც მან დაასრულა. საქართველო რო ყოფილიყო ვინმესთან, მეზობელთან თუ არა მეზობელთან ომში ჩართული, რა თქმა უნდა, ესეც ტრამპის აქტივში იქნებოდა და უკვე დიდი ხანია იქნებოდა აქტიური ურთიერთობა თბილისსა და ვაშინგტონს შორის. ამიტომ ამ ეტაპზე, რომ ეს ცოტა გახანგრძლივდა ურთიერთობის დალაგება, ამას აქვს ახსნა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი ძირითადად ფოკუსირებულია იმ რეგიონებზე, იმ ქვეყნებზე, სადაც ეს საომარი ვითარება. მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს მოდუსი მას ოპერირების უფრო 2025 წელს ჰქონდა და 2026 წელს საპირისპიროს ვხედავთ. მე მგონი ახალი ომების გაჩაღებაზე ალაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რა მოხდა ვენესუელაში, მისი ინტერესი გრენლანდიის მიმართ, ზეწოლა კანადაზე და რაც თავარია, ყველაზე ცხელი წერტილი რაც იქნება, ეს არის ირანი. და ის საკითხი, რითაც აზერბაიჯანმა და დამარცხებულმა სომხეთმა მიიპყრო ამერიკის ყურადღება, სწორედ გარკვეულწილად შეიძლება ირანთან კონტექსტში მოხდეს, ირანის საზღვარზე ხდება ეს ყველაფერი, ხო? და ჩვენ გვესმის, რომ ის ასევე დიდ ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე, იმისათვის, რომ მას თავარი ომის დასრულება სურს და ან ყოველ შემთხვევაში, რაცა ევროპული მიმართულებისთვის ამის გადალოცვა. ეს სურათი ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს მაკროეკონომიკური ფაქტორები როგორ მოქმედებს და პრინციპში ძალიან უცნაურია, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით ამ პოლიტიკური ქცევა, იმიტომ რომ სწორედ ტრამპის ამ მოქმედებამ აჩვენა მთელი რიგი ქვეყნების სახტად დატოვა. თორემ გაოგონდნენ, ანუ არავინ არ ელოდა, რომ მათი მოკავშირე ისე უცებ არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს რისკს, დღეს თითქოს არაფერი არ მოასწავებდა, მან დაიწყო მთელი რიგი პროცესების არევა, გადალაგება, გადატვირთვა, შეცვლა და ამან ჩვენ ხედავთ, რომ როგორც კი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდნენ, თელმა რიგმა ქვეყნებმა იმ ყისიერად იცვალეს ფერი. განცხადებები არის სრულიად სხვადასხვაგვარი, ხო? ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ თავზე, ვეღარ ვიქნებით ამერიკის იმედზე, უნდა ვეპარტნიოროთ სხვებს. გაიქცნენ ჩინეთში, გაიქცნენ ინდოეთში, სხვა გზას. ანუ უცებ აღმოჩნდა ძალიან მკაფიოდ, რომ თავარი არის არა რაღაცა ერთგვარი ეფემერული ღირებულებები და რაღაც ლამაზი სიტყვების რო აწერია იმ დროშების ქვეშ დადგომა, არამედ თავარი არის თურმე ქვეყნის ინტერესები. ეს არის ნომერი 1. კანადის პრემიერ-მინისტრმა დავოსის ფორუმზე ეს თქვა ყველაზე ღიად, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ თავსაც კი ვიტყუებდით, რომ თითქოს აი ეს ლამაზი ვიტრინა არის უფრო მნიშვნელოვანი. დღეს ვიტრინა არის ჩამსხრეული და ჩვენ გვიწევს ჩვენ თავზე ზრუნვა. როცა ხედავ, რომ შენ ეს არის თავარი ინტერესი და შენ თავს უნდა გაუფრთხილდე, ზუსტად რამდენიმე წლის წინ სწორედ ამის გამო იყო კრიტიკის ობიექტი და დადანაშაულებული 1000 რაღაც სასიკვდილო ცოდვაში საქართველოს ხელისუფლება, რომ მან თქვა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და არ აღმოჩნდეთ გაჭრეტილი. ეს ძალიან ნათელი საილუსტრაციო მაგალითი, რატომ ვერ ახდენს საკმარის ზეგავლენას ჩვენ საზოგადოებაზე. ვიცით, მე ვერ ვიტყოდი, რომ ვერ ახდენს. მე მგონი, სწორედ საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა ეს და ამიდან გამომდინარე გააკეთა თავის
არჩევანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი რომ მოსახლეობას ეს არ ესმის. მე ვფიქრობ აქ ცოტა საერთაშორისო კონტექსტის ახმა რა თქმა უნდა ყველას არ შეუძლია, შეუძლებელიც არის ყველას მოთხოვოთ და ყველა ადამიანი უწინარესყოლისა გამოდის თავისი უშუალო საჭიროები და თავისი იმ ტკივილით, რაც მასო და მის ოჯახს და მის ახლობლებს აქვს. იმავდროულად ახლა თქვენ რო ტრამპთან დაკავშირებით ილაპარაკეთ, ნახეთ აქაც როგორი ხანდახან ურთიერთგამორიცხავი რაღაცები გვესმის. ერთი მხრივ მან ჩატარებულ ოპერაციაზე, რომელიც განახორციელა ვენესუელაში, თქვა რომ ეს მისი ინტერესების სფეროა, იგივე სიტყვები გაიმეორა რომ გრენლანდიასთან თუ კანადასთან მიმართებაში, რომ საერთოდ დასავლეთ ნახევარსფერო ეს ამერიკის ინტერესებია. იმავდროულად მოვისმინეთ ასეთი ფრაზაც, რომ პუტინი განკვირებული იყო, როგორ მოახერხე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება და ის ძალიან დაინტერესებული ამით, იმიტომ რომ ეს მისი ტერიტორიებია. ანუ ერთი მხრივ თქვა, რომ მე ჩავერი აქ ვარეგულირებ და ჩემი ინტერესები მაქვს, იმავდროულად თქვა ეს პუტინის ტერიტორიები. რაც ქვია ახლა აზერბაიჯანი და სომხეთი როგორ არის პუტინის ტერიტორიები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამიტომ ჩვენ მაინც ერთმანეთსგან უნდა გამიჯეროთ ორი რამ, ერთი რასაც ტრამპი ლაპარაკობს და მეორე რასაც ის აკეთებს. იმიტომ რომ ყოველთვის მის მიერ მოქმედება და მის სიტყვები ერთმანეთთან ყოველთვის შესაბამისობაში არ არის. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ დღეს ქვეყნის უსაფრთხოება არის ყველაზე მთავარი პრობლემა, ეს უკვე არათუ საქართველოს პრობლემა, ეს ყველას პრობლემა არის, მთელი მსოფლიოს პრობლემა არის. დღეს ევროკავშირიც მიხვდა და ევროკავშირი ცალკეული ქვეყნების მიხვდა, რომ უსაფრთხოების საკითხები არის უწინარეს ყოვლისა გადასაწყვეტი. და მარტო მისი ბიძიას ამის იმედზე ყოფნა, რომ ის დაგვეხმარება რამე რო იყოს, ეს აღარ არის საკმარისი. ამიტომ ამ მიმართულებით უკვე ყველა შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და შეიძლება ასეც ითქვას, რომ საქართველოს გარკვეულწილად დაასრო მოვლენებს, იგრძნო იმის შესაძლებლობა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხები გახდებოდა ნომერ პირველი და გარკვეულწილად დაასრო მოვლენებს და მიიღო გარკვეული პრევენციული ზომები. ახლა 100%-იანი უსაფრთხოება საერთოდ მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ უსაფრთხოება იმ დონემდე დაყვანილი, რომ აი აშკარად გამოკვეთილი საფრთხეები რაღაცნაირად შეამცირო საფრთხეების ზოწოლი, ეს რა თქმა უნდა უკვე ეროვნული მთავრობების პრეროგატივაა და აქ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა მეტნაკლებად ადეკვატურად იმოქმედება. თქვენ პრაქტიკულად ეხლა ძალიან არამარტო მომსწრე ხართ ბოლო მაგალითად 4-10 წლის ქართული პოლიტიკის, არამედ მონაწილეც, ხო? რაიმე შეგვიძლია რაღაც პარალელი გავავლოთ, რომ აი ესეთი პოლარიზებული გარემო, როდესაც თითქოს ყველა არგუმენტი, ყველა მონაცემი ჩვენ გვანახებს ნათლად, რომ რა ნაბიჯების გადადგმაა სწორი, რა პოლიტიკის გატარებაა სწორი და ამის მიუხედავად არსებობს არაუბრალოდ რაღაც კრიტიკა, არამედ სრულიად რადიკალურად საპირისპირო დამოკიდებულება, განწყობა და მოსაზრეები. შეიძლება თუ არა ეს შევადაროთ, აი ჩვენი ბოლო 4-10 წლის განმავლობაში რამე პერიოდის ისტორიის ძალიან მძიმე წლები ქონია. თუ იყო რაღაც დიდი საკითხი, რომელიც ყველას პრინციპში ესმოდა. იცით, იყო დიდი საკითხი, როგორც ყველას ერთნაირად, თითქმის ყველას ერთნაირად ესმოდა, ეს იყო 9 აპრილი და 9 აპრილის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მაგრამ აი პირველი პრეზიდენტის ძვიად გამსახურდას პრეზიდენტობის დროს გარკვეულწილად მოხდა საზოგადოებაში გახლეჩა და ეს გახლეჩა მოგვდებს, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ, ერთმანეთს არ ესმის, იმიტომ რომ არც კი უსმენენ. ყველას აქვს ამოსავალი, რომ ეს არის სწორი და მეორე მხარე არის მიუღებელი. 90-იან წლებში, როცა სამოქალაქო დაპირისპირებაც იყო 90-იან წლების დასაწყისში საქართველოში, მაშინ ბარიკადის ორივე მხარეს მდგომი ქართველები, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ესროდნენ, ორივე ფიქრობდა, რომ საქართველოსთვის დებდა თავს და საქართველოსთვის იბრძოდა, მაგრამ პრაქტიკულად ორივე ერთმანეთს ანადგურებდა, ისევ საქართველოს მოსახლეობას ამცირებდა. აი ეს გახლეჩილობა სხვადასხვა ფორმით შენარჩუნდა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შემდეგ უფრო მწვავე ფორმები მიიღო საერთოდ ინტელიგენციის ჩარეცხვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის დროს, პრეზიდენტობის დროს და ეს გრძელდება სამწუხაროდ დღესაც. ამიტომ აი ჩვენ ტელეეთერითაც ნახეთ რამდენიმე დებატები. რა ჩვენა ამ დებატებმა?
დებატებმა აჩვენა ის, რომ გამარჯვებულის გამოვლინა შეუძლებელია. იმიტომ რომ ერთი მეორეს არ უგდებს ყურს. ერთი მეორეს არგუმენტებით თითქმის არც დებატებზე არ ელაპარაკება. უბრალოდ ეს დებატები არის ილუსტრაცია მაყურებლისთვის. მომავალი ამომრჩევლისთვის, რომ თვითონ ჩამოყალიბდეს ვის დაუჭირებს ხარი. იმიტომ რომ ვისაც ჯერა რომ პოზიცია ანი არის მართალი, იმას ვერ გადაარწმუნებ, ვისაც ჯერა რომ პოზიცია ბანი არის მართალი, იმას ვერ გადაარწმუნებ, ხოლო არის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის, რომელსაც უნდა გარკვევა. აი ეს მისთვის ეს დებატები არის გარკვეულწილად ინფორმაციის მიწოდება, რომ ესენი მართალი ერთმანეთში ვერდოს ვერ მორიგდებიან, მაგრამ შენ გააკეთე არჩევანი მომავალში. აი მას ეს პოზიცია, ამას ეს. კი, ეს მესმის რომ ეს ჩანს კიდევაც, მაგრამ თავარი პრობლემა ის არის, რომ უკვე ამოსავალი წერტილი არის, მსოფლმხედველობრივი ამოსავალი წერტილი არის აცდენილი და ეს არის სხვადასხვა. ამიტომ მე ვერც ხვდები მთელ რიგ საკითხებზე, როგორ უნდა მოხდეს ეს დებატები, ვინ წარმოადგენს მეორე მხარეს, უდიდესი ნაწილი იქიდან პირდაპირ ბოიკოტს უცხადებს არა მარტო სხვა ინსტიტუციებს, უკვე ეს სახასიათო გახდა არამედ ამ დებატებსაც, მაგრამ მცირე ნაწილი, რომელიც იქ მიდის, თავარ მოტივაციად იძულებულია თქვას, რომ მე იმიტომ მივდივარ, რომ ვამხილო და თითქოს რაღაც აუდიტორიას გავაგონოთ ჩვენი ალტერნატიული ხმა, რომელიც თითქოს არ ესმის, რა ვიცი, ამ ქვეყანაში. მოდი ვთქვათ, ეს მათი პოზიციაც ჯობია მივიდნენ და ამხილონ, ვიდრე საერთოდ არ მივიდნენ. ხო, არა, კაია რომ მიდიან და ამხილონ, მაგრამ უკვე შემდეგი ეტაპი არის, რომ ხوار ვცადოთ, აბა იმიტომ რომ თითქოს ამ ხალხში ყველა ლაპარაკობს ერთობაზე, ჩვენი რაღაც გერბის ქვეშ დევიზი წერია რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ რეალურად როცა საქმეზე მიდის, არავის არ შეუძლია ერთობის გაკეთება. ერთობა ნიშნავს კონსენსუსს, დათმობას, საერთო ენის გამონახვას, რაღაცების გარშემო და ადამიანის გარშემოაც გაერთიანებას. ამ ხრივ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. სხვა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამას ძალიან ბევრი არ აქცევს ყურადღებას და გონიათ ხო განსაკუთრებით ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის დემონიზება მოახდინონ. რომ რითი უგებს გარდა სხვადასხვა სიმართლისა და იმისი რომ საბოლოო ჯამში დრომ გამოაჩინა სხვადასხვა პოზიციის სიმართლე, რითი უგებს მართველი პარტია და ამჟამად ოპოზიციას, რომ ის აჩვენებს მდგრადობას და ერთიანობას. ის არ იშლება. და ის გარდა იმისა, რომ ის აჩვენებს კიდე სხვა ტიპის სიჯანსაღესას, რომ მას შეუძლია ნებისმიერი რამ რაღაც რუდიმენტივით მოიკვეთოს, თუ კი ის დადანაშაულებული იქნება რაღაც გადაცდომაში. მეორე მხარეს ჩვენ ვერ ვნახავთ ვერაფერს მსგავს. ანუ 2 და 3 ადამიანის ერთობაც კი რაღაც მომენტში ბოლოს თითო კაცდება და იშლება კიდევაც და ეს სადღაც მიხოთ იმისა რომ ამაზე ლაპარაკი არ ხდება, არ შეიძლება არ ახდენდეს ზეგავლენას მაყურებელზე თუ ამომრჩეველზე. რა თქმა უნდა. რა ეს არის ერთგვარად ძალის დემონსტრირება, რაც ასხივებს ამას, ხო? და ბუნებრივია, რომ ადამიანი ირჩევს სწორედ ამ რისკებს. თქვენი ბოლო კითხვა რომ დაგისვათ, თქვენი მოლოდინი და პროგნოზი მოკლედ რა არის? იმ შემთხვევაში, თუ კი აი უბრალოდ რაღაც დიდი ძვრები არ მოხდება გარეშე, ჩვენ არ ვნახოთ ირანში ომს, ან დასრულებისკენ წავა და არ გამწვავდება უკრაინაში ომი, საქართველოს როგორ შეიძლება გააგრძელოს აი თავისი ეკონომიკური პროგრესი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს პატარა მიკრორეგიონში გარკვეულწულებები არის. იხსნება, ანუ მუშაობს აზერბაიჯანის სომხეთი რაღაც ახალი ტრანსპორტის დერეფნის გახსნას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდგომარეობა არ შეუცვლია, ეს შეუძლებელიც არის. ინტერესი, რომ შუა დერეფანი ამუშავდეს, საკმაოდ მაღალია. ამას უკვე ადასტურებს ბრიუსელის პოზიციაც. კიდევ ერთხელ, თუმცა ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო. შუა დერეფანი მართალია ჩინური პროექტია, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობის დარეგულირებით დაინტერესებული არის მთელი რიგი ევროპული სახელმწიფო. ავლაპარაკობ იმაზეც, რომ დონალდ ტრამპმა არც თუ დიდი ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ კარგი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ სი ძინპინთან და აპირებს 2 შეხვედრის გამართვას, ერთი ვაშინგტონში, მეორე პეკინში. ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ შუა დერეფნის ამოქმედებას აქვს სერიოზული პერსპექტივა და აქაც ხედვა არის დამოკიდებული, ბევრად დამოკიდებული იმაზე, ამ დერეფნის წარმატება დამოკიდებულია ანაკლიის სპორტის მშენებლობასთან. ბუნებრივი ანაკლიის სპორტი რო კომერციულად მომგებიანი იყოს, აუცილებელი არის ტვირთები, ეს ტვირთები არის არა მარტო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, არამედ ჩინეთიდან. ასევე თუ ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარეგულირეს ურთიერთობა, სანგედუზურის დერეფანიც ამოქმედება, იქაც იქნება ჩინური ტვირთები და ეს ტვირთები იქნება არა ურთიერთგამომრიცხავი შუა დერეფანი და ზანგეზურის დერეფანი, არამედ ურთიერთშემავსებელი.
ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის სწორი ნორმალური განვითარებისთვის. კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენი შეფასებისთვის, სტუმრობისთვის და აი ამ ხედვისთვის, რაც წარმოგიდგენთ მსმენელს. დღეს კი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, ჩვენ ეთერში დაბრუნდებით ხუთშაბათს.